25 ბეცადინეულის მეორე ნომრის ქვენომბრებში მოგვეთხოვება უტოლობათა სისტემის ამოხსნა. მეორე ნომრის ქვენომბრებში მოცემული უტოლობები ამოიხსნება ისე, როგორც ეს გავაკეთეთ პირველი ნომრის ქვენომბრების განხილვისას. განვიხილოთ მეორე ნომრის მეექვსე ქვენომერი. სისტემაში შედის ორი უტოლობა. 2x + 12-ის ფარდობა 7-თან -4x - 3-ის ფარდობა 2-თან ნაკლებია 22 + 13x-ის ფარდობა 14-თან და -1. სისტემის მეორე უტოლობა 3.1/3 -5 - 4x-ის ფარდობა 6-თან მეტია x - 2-ის ფარდობა 2-თან -3x + 2-ის ფარდობა 3-თან. მარჯვენა მხარეში მდგომი ყველა შესაძლებელი გადავიტანოთ უტოლობის მარცხენა მხარეში და დავიყვანოთ მიღებული ერთსვადიანი უტოლობები მთელ კოეფიციენტებიან უტოლობამდე. ამ მიზნით უნდა მოვძებნოთ საერთო ნიშნელი და გავამრავლოთ თითოეული შესაკრების საერთო ნიშნულზე. საერთო პირველ უტოლობაში საერთო ნიშნელია 14. გავყოთ 7-ზე იქნება 2. გვექნება 2-ის ნამრავლი 2x + 12-ზე -14 გავყოთ 2-ზე იქნება 7, გვექნება 7-ის ნამრავლი 4x - 3-ზე -14 გავყოთ 14-ზე იქნება 1 და გვექნება მრიცხველი 22 + 13x. პლუს ამას 14 ნაკლებია 0-ზე. მეორე უტოლობის უმცირეს საერთო ჯერადია 6. 6 გავყოთ 3-ზე იქნება 2. 2 მრავლდება მრიცხვებზე, ესე იგი 10-ზე და მიიღება 20. -6 გავყოთ 6-ზე იქნება 1. 1 ჯერ მრიცხველი იგივე იქნება. -ფრთხილებში 5 - 4x. -6 გავყოთ 2-ზე 3 მრავლდება მრიცხვებზე და გვექნება 3 ჯერ x - 2. -6 იყოფა 3-ზე იქნება 2 და მრავლდება მრიცხვებზე. გვექნება 2 ჯერ 3x + 2. ამის შემდეგ ხსნით ფრჩხილებს, ვაერთებთ მსგავს წევრებს და საბოლოოდ მივიღებთ x-ი მეტია 1-ზე და x-ი მეტია -25/7-ზე. ორივე ერთი და იმავე მეტია ნიშნის უტოლობაა, ამიტომ ცხადია დარჩება უტოლობა x-ი მეტია 1-ზე. ამრიგად პასუხია x-ი ეკუთვნის შუალედს 1-დან უსასრულობამდე. სრულიად ანალოგიურად ამოიხსნება ამ ნომრის დანარჩენი ქვენომბრები.